შეეძლო თუ არა 19 წლის მწყემს სმიტების ოჯახის 3 წევრი სასტიკად მოკლა. Ამ საკითხზე პასუხის გასაცემად მალხაზ კობაურის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის მკვლელობის ადგილზე ჩაყვანას ითხოვენ. უფლებადამცველები სასამართლოს დღეს მიმართავენ. გეგმავთ, რომ ეს ყველა საგამოძიებო ექსპერიმენტი, მათ შორის როგორც კობაურის შენების ადგილზე შემოწმება, აგრეთვე სხვა პირების მონაწილე პირების მონაწილეობით მოხდეს, რამდენად შესაძლებელია, ვთქვათ, იმ წონის პიროვნებების გადაადგილება, ვთქვათ, იგივე სახით განხორციელდება, თუ რამდენად გაიგებდნენ სხვა პიროვნებები გასროლის ხმას და ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ არა, ვთქვათ, სუბიექტური პიროვნებები ავიყვანოთ, არამედ ავიტანოთ ჩვენ შესაბამისი ტექნიკა, რომელიც ხმაურის კუთხით გაიზომება. Ამ მოთხოვნის გარდა ადვოკატები ექსპერტიზის ჩატარებას ხელმეორედ გეგმავენ. მათთვის გაუგებარია ლორა სმიტის მკვლელობის ეპიზოდი, რომლის სხეულშიც კობაურის დნმ აღმოაჩინეს, ცხედარი კი მკვლელობიდან 3 დღის შემდეგ იპოვეს. გარდაცვალებიდან დაახლოებით ლორა სმიტი ნაპოვნია 2-3 დღის შემდეგ და ჩვენ გვაქვს შესაბამისი კომპეტენტური პასუხები, რომ ასეთი არსებობის შემთხვევაში ორგანიზმში, ადამიანის ორგანიზმში, ესე რომ ვთქვათ, გარდაცვალების შემდეგ იმდაგვარი პროცესები მიმდინარეობს, რომელიც ფიზიკურად გამორიცხავდა იმ მომენტისათვის სპერმის ობიექტურად არსებობას. ეს მაქვს იგივე ლორა სმიტის შემთხვევაში, რომ არანაირი დაზიანება, არანაირი შემხებობა, ესე რომ ვთქვათ, ლორა სმიტის უკანასკნელში ამ კუთხით სამედიცინო კვლევების შედეგად დადგინდა, რომ არ მომხდარა. მალხაზ კობაურის ადვოკატებს კითხვები პენიტენციურ დაწესებულებასთანაც აქვთ. აინტერესებთ, რატომ ზის 19 წლის მწყემსი ციხეში მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებთან ერთად, მაშინ, როდესაც მისი დანაშაული ჯერ დამტკიცებული არ არის. მასზე ხდება ფსიქოლოგიური ზეწოლა, როგორ შეიძლება ადამიანი ჯერ არ იყოს გასამართლებული და უვადო პატიმრებთან უშვებდე, ეს მე ვფიქრობ უმნიშვნელოვანესი საკითხია, რაზეც უნდა საუბრობდეთ. მიუხედავად იმისა, რომ კობაური ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ის ესე ვთქვათ, ფსიქოლოგიურ ზეწოლას არ განიცდის, მაგრამ როდესაც შენ უვადო პატიმართან ხარ და შესაბამისად მის ფსიქიკასთან გიწევს ურთიერთობა, გინდა არ გინდა შესაძლებელია გაარკვეულწილად იმოქმედოს კობაურს. ხადასხეობაში მომხდარ საზარელ მკვლელობაში ბრალდებულის მალხაზ კობაურის წინა სასამართლოს ხდომა 26 ოქტომბერს მედიისთვის დახურულ კარს მიღმა გაიმართება. გამოძიების ინფორმაციით 19 წლის მწყემსმა 4 ივლისს ხადასხეობაში ჯერ რაიან სმიტი მოკლა. შემდეგ ლორა სმიტზე ძალადობა სცადა და ბოლოს მათ 4 წლის შვილს თავზე მიბჯენით ესროლა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კობაურს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.